რომ მონაწილეობ დღევანდელ ეთერში, როგორც ჩანს დასრულებულია სინოდის ხდომა, რა შეგიძლიათ გითხრათ იქ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ? თითოეულ დეტალზე იყო ძალიან მსჯელობა, სერიოზული, დასაბუთებული, მოკლედ გადაწყდა რომ კვირას უნდა დასაფლავდეს უწმინდესი და უნდა დასაფლავდეს სიონის ტაძარში, სხვადასხვა აზრიც იყო, მაგრამ მისი ბევრმა ადამიანმა დაადასტურა, რომ მისი სურვილი იყო, რომ სიონის ტაძარში დასაფლავებულიყო, პირადად მეც მისგან მაქვს მოსმენილი ეს სიონის ტაძარში რომ უნდა დასაფლავებულიყო და ამიტომ ეს იყო ორი მთავარი გადაწყვეტილება. კი ბატონო, მეუფე, რა შეგიძლიათ თქვათ თავად ილია მეორესთან დაკავშირებით? დღეს არის სწორედ ის დღე, სადაც ყველა ადამიანი, ვისაც მქონდა მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა, იხსენებს ამ პერიოდს. თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ? ჩვენ არაერთ ადამიანს ვესაუბრეთ, მის მკურნალ ექიმს, ისტორიკოსებს, ასევე სასულიერო პირებს, თქვენ რა სიტყვით იმგვარ, ასე ვთქვათ, ფაქტებზე, ამბებზე, რაც ამ დღეს არის, შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. მისი პიროვნების შეფასება ესე ძალიან ძნელია და ეს ერთ დღეში წარმოუდგენელია, ეს გაგრძელდება დიდხანს. და ალბათ ისტორია შეაფასებს მას როგორც პიროვნებას. მე პირადად მეჩვენება, რომ მთავარი ნიშანი მისი მოღვაწეობის იყო ის, რომ ის იყო ჩვენი დროის მოციქული. ანუ ესე იგი ეკლესიაში არსებობს ესეთი ტიტული მოციქულთა სწორი და მან ფაქტიურად მოციქულებრივი სამსახური აღასრულა 1977 წელს, როდესაც იგი წყევსთავარი გახდა ეკლესიის და უფრო ადრე კიდევ ბევრს მოღვაწეობდა მანამდე. მან ჩაიბარა ეკლესია ისრულებით მიტოვებული, დევნილი, დათრგუნული და ჩვენ დღეს ვხედავთ როგორი ეკლესია გვაქვს, როგორი საზოგადოება, როგორი დამოკიდებულება საზოგადოებაში პატრიარქის მიმართ. ეს არის მისი ქადაგების შედეგი და მე ერთ გარემოებას მინდა ხაზი გაუსვა, რომ აი თითოეულ თქვენც მოგმართავთ, ჩვენს მსმენელებსაც ყველას, აი თითოეულმა ადამიანმა თქვას, რას ნიშნავდა მისთვის პატრიარქი. ჩვენმა პატრიარქმა მოახერხა, რომ ყველა ადამიანთან შევიდა ურთიერთობაში. მიუხედავად აღსარებლობისა, მიუხედავად ეროვნებისა, ყველასთან, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან, ყველასათვის იყო საყვარელი პიროვანი. ყველასათვის საყვარელი პიროვნება და ამიტომ ეს იყო ჩვენი პატრიარქი. ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი დახასიათება და კიდევ ერთ სიტყვი, ახლა თუ ეს სიტყვები ჟღერს, ის იყო ნამდვილი პატრიარქი. აი ისტორიულად რო გადავხედავთ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქეს, მსოფლიო მართლმადიდებელ მღვდელმთავრებს, აი შეიძლება ითქვას, რომ ღირსეული ადგილი უკავია აი ამ რიგში. აი ამ რიგში უკავია ღირსეული ადგილი. მეუფე, ერთი კითხვა მექნება თქვენთან. ძალიან ბევრმა ადამიანმა დღეს ჩვენთან საუბრისას ახსენა და ხაზი გაუსვა ავტორიტეტს, რომელიც ჰქონდა ილია მეორეს. ანუ ამის ჩანაცვლება არის ფაქტობრივად შეუძლებელი. სწორედ ამაზე საუბრობდა მათი დიდი ნაწილი. აი თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ? აი ილია მეორე იყო პატრიარქი, რომელიც მის გარდა სხვა პატრიარქი არ ახსოვს, ხო? ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეიძლება ითქვას. როგორ ფიქრობთ, აი რა იყო ამის საფუძველი და ამის განმაპირობებელი და ასევე კიდევ ერთი საკითხი, რასაც ჩვენი რესპონდენტები უსვამდნენ ხას, არის მისი უნარი გაერთიანების და კონსოლიდაციის, ხო, ამაზეც ბევრი ადამიანი ამახვილებს ყურადღებას. ეს სოციალურ ქსელში იქნება, პირად საუბარში თუ სატელევიზიო კომენტარებში. თქვენი შეფასება ამ მხრივ როგორია? მე ვფიქრობ, რომ შეიძლება არ არის სწორად დასმული საკითხი ესე, რომ თქვა ჩანაცვლება როგორ შეიძლება, რატომ უნდა ჩავანაცვლოთ. იგი იყო და არის დღესაც განუხრელი ავტორიტეტი საქართველოსთვის და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ეკლესიის შემდგომი განვითარება იქნება, შემდგომი ბედი იქნება, მე ვფიქრობ, რომ მასთან დაპირისპირება კი არა და ჩანაცვლება კი არა, მისი გაგრძელება არის საჭირო ამ საქმის და მისი ავტორიტეტის გამოყენება. რაც შეეხება იმას, რასაც თქვენ ზანეთ, რომ რატო აქვს ეს ავტორიტეტი, აი სწორედ ამიტომ, რომ ის სულ იმას ჩვენს ამას გვეუბნებოდა, რომ ეცადეთ, რომ აი სულ უნდა ფიქრობდეთ, რომ ადამიანი როგორ გაახაროთ. და ის სულ ამაზე ფიქრობდა ნამდვილად
აი როგორ გაეხარებინა ადამიანი და როგორ დახმარებოდა ადამიანს და სხვათა შორის ხშირად ისეთ ადამიანებს ეხმარებოდა, ის ჩემ თვალწინ ხდებოდა, რომელზეც აი არც მოგივიდოდა თავში აზრად, რომ აი დახმარება შეკეთავაზებინა და აღმოჩნდებოდა თქომე რომ ჭირდებოდათ. ბევრი ითხოვდა, ბევრი არ ითხოვდა, მაგრამ აი სულ მისი გონება აქეთკენ იყო მომართული. როგორ გაახაროს ადამიანი. ესე იცხოვრა 59 წელი პატრიარქობის და მანამდე კიდევ მთელი ცხოვრება ეკლესიას მიუძღვნა და ამან განაპირობა მისი ავტორიტეტი. ნახევარი, თითქმის ნახევარი საუკუნე პატრიარქად, ხო, კათედრაზე. თითქმის კი არა ნახევარი საუკუნე. ხაი, რას ნიშნავს ეს, როგორ ფიქრობთ, აი ეს კითხვაც არის დღეს აქტუალური? იცით რა, ეს კითხვა ამ კითხვის შეფასება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, საერთოდ ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში. პირველი იერარქი, ყოფილა ეპისკოპოსი 50 წელი, მაგრამ აი ესე პირველი იერარქი რომ 50 წელი ყოფილიყოს. ეხლა ესე იგი დეკემბერში გასრულდებოდა 59 წელი და დაიწყებოდა 50-ე, სულ რამდენიმე წუთში რა. ხო და ფაქტიურად ნახევარი საუკუნეა და ეს რას ნიშნავს? ამისი გააზრება ძალიან ძნელია. ამას დრო უნდა აუცილებლად. ეს არის უნიკალური შემთხვევა საერთოდ აი პირველი დღეებიდან მოყოლებული ეკლესიის. პირველი საუკუნიდან მოყოლებული ასეთი რამ არ მომხდარა საერთოდ. კი ბატონო. მეუფე, შემდგომ პერიოდს როგორ ხედავთ? დღეს გლოვის დღეა, ძალიან მნიშვნელოვანი რთული დღეა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. მესმის, მაგრამ აი მაინც მინდა კითხოთ შემდგომ პერიოდზე. ჩვენ ვიცით, რომ არის შესაბამისი პროცედურები, რომელიც დაიწყება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს 2 თვემდე. აი ამ პერიოდზე რა შეგიძლიათ თქვათ და თქვენ როგორ უყურებთ საერთოდ ამ საკითხს ახალი პატრიარქის დადგენასთან დაკავშირებით? იცით რა, დღეს იყო სინოდის ხდომა და ფაქტიურად პირველი სინოდი იყო, როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ მისი უწმინდესობის გარეშე. ჩვენ ასეთი შემთხვევა არ ქონია საერთოდ. და მინდა გითხრათ, რომ ყველამ აღნიშნა, რომ საოცარი სიმშვიდით, საოცარი რაღაცნაირი ურთიერთსიყვარულით, ურთიერთპატივისცემით გაიმართა ეს ხდომა და აი ეს მე მაძლევს იმის დიდ იმედს, რომ ეხლა ვერაფერს ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა და გავა ცოტა დრო და თუ ჩვენ ესე იგი მისი ერთგული შვილები ვართ, თუ ჩვენ მისი მოწაფეები ვართ, ასეთივე სიყვარულით გავაგრძელებთ ურთიერთობას. ჩვენი დღეს, ჩვენი ყველასი გადარჩენა, მთელი ქვეყნის გადარჩენა არის, მე ვფიქრობ, ეკლესიის მთლიანობაში, წმინდა სინოდის ერთობაში. ამიტომ ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთადერთი გზა.